ის პოლიტიკა, რასაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს, ვერ იქნება ორიენტირებული ჩვენი შვილების მომავალზე, ვერ იქნება პრევენციული, რადგან გინახავთ ვინმეს სიუჟეტი, სადაც პოლიციამ ნარკომანიის ბრჭყალებისგან გამოიხსნა ადამიანი, გინახავთ ვინმეს სიუჟეტი იმაზე, თუ რა ბედი ეწია იმ 22 წლის ბიჭს, ვინც ბაკურიანში დაიწირეს 0.00778, ანუ 100.000 გრამის გამო. ოდესმე გინახავთ, რომ გლოვის ზარები შემოეკრას სახელმწიფოს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანის გამო. არა, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა ვერ იქნება პრევენციული, ვერ იქნება პრევენციული, აქ რომ მოიყვანენ ადამიანს იმის დადგენის მიზნით წარსულში მოიხმარა თუ არა. ვერ იქნება პრევენციული 0 რაღაცა გრამების შპრიცში, უკვე ნახმარ შპრიცში ჩარჩენილი ნივთიერების გამო, როდესაც ციხეში უშვებენ. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრობლემური მომხმარებლების რიცხვმა 40-დან 50,000-მდე მოიმატა. ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანები გადაეშვან ავადმოხმარების მორევში. ჩვენ გვინდა ღირსეულად, ჩვენივე ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრების უფლება, ვინაიდან ჩვენ ისევე გვიყვარს ეს ქვეყანა, როგორც ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს.